10 შეკითხვა პუნიკური ომების შესახებ. რა იცით პუნიკური ომების შესახებ? პუნიკური ომები გაიმართა რომაელებსა და კართაგენელებს შორის. რა იყო ამ ომების მიზეზი? კონკურენცია რომსა და უმდიდრეს სავაჭრო ქალაქ კართაგენს შორის. ორივე მხარეს სურდა ხმელთა შუა ზღვაზე გაბატონება. რამდენი ომი გაიმართა? გაიმართა 3 პუნიკური ომი, 3-ვე ომში რომმა გაიმარჯვა. რატომ ჰქვია ამ ომებს პუნიკური ომები? რომაელები კართაგენის მოსახლეობას პუნიკებს უწოდებდნენ, რადგან ქალაქი კართაგენი ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში ფინიკიელებმა დააარსეს. ფინიკიელები იგივეა, რაც პუნიკები. სად მდებარეობდა კართაგენი? აფრიკაში, სავარაუდოდ დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე. სად გაიმართა ბრძოლები? აფრიკაში, იტალიაში, ესპანეთში და გალიაში. ომში ჩართული იყო საზღვაო ფლოტიც. რომელია მნიშვნელოვანი ბრძოლები? გაიმართა მრავალი ბრძოლა სირაკუზის, სიცილიის სხვადასხვა ქალაქებისთვის, საგუნტუმის ალყა ძველი წელთაღრიცხვის 219 წელს, ბრძოლა ტრაზიმენტის ტბასთან ძველი წელთაღრიცხვის 217 წელს, ბრძოლა კანესთან ძველი წელთაღრიცხვის 216 წელს, ბრძოლა ზამასთან ძველი წელთაღრიცხვის 202 წელს, კართაგენის ალყა ძველი წელთაღრიცხვის 156 წელს. როდის გაიმართა პუნიკური ომები? პირველი პუნიკური ომი ძველი წელთაღრიცხვის 262-241 წლებში, მეორე პუნიკური ომი ძველი წელთაღრიცხვის 218-220 წლებში. მესამე პუნიკური ომი ძველი წელთაღრიცხვის 159-146 წლებში. ვინ იყვნენ პუნიკური ომების მთავარი და მნიშვნელოვანი მონაწილეები? ჰანიბალ ბარკა, ჰამილკარ ბარკა, ჰასდრუბალი, სციპიონ აფრიკელი, სენატორი კატონი. როგორი შედეგებით დასრულდა პუნიკური ომები? რომაელებმა კართაგენი დაანგრიეს, 62,000 ადამიანი დაიღუპა. 50,000 კართაგენელი მონად წაიყვანეს. რომმა დაიპყრო სარდინია, სიცილია, კორსიკა, გაბატონდა ხმელთაშუა ზღვაზე. კართაგენი გახდა რომის პროვინცია აფრიკა.